მადამ მუატესიე. ეს ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის ნამუშევარია. ცნობილია, რომ ენგრმა სხვადასხვა დროს ამ ქალბატონის ორი პორტრეტი დახატა. სახელმწიფო მოხელის ქალიშვილი მადამ მუატესიე 1842 წელს ცოლად მასზე ორჯერ უფროს მამაკაცს, ბანკირსა და მაქმანებით მოვაჭრე ქვრივს, სიგიზბერტ მუატესიეს გაჰყვა. თავდაპირველად ენგრს მადამ მუატესიეს პორტრეტის შექმნა მისმა მეგობარმა და სიგიზბერტ მუატესიეს კოლეგამ შესთავაზა. თუმცა ვინაიდან პორტრეტებზე მეტად მხატვარს ისტორიული სურათების შექმნა იტაცებდა, მეგობარი თავდაპირველად უარით გაისტუმრა. რამდენიმე ხნის შემდეგ მხატვარი მადამ მუატესიეს თავად შეხვდა. მისი სილამაზით იმდენად მოიხიბლა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყო მის პორტრეტზე მუშაობა. იმის მიუხედავად, რომ ტილოს შექმნის თარიღად 1856 წელია მითითებული, მასზე მუშაობა ენგრმა ბევრად ადრე დაიწყო. მალევე ივნისის თვეში მხატვრის მეუღლე გარდაიცვალა და ენგრმა რამდენიმე თვის მანძილზე ხატვა შეწყვიტა. ნამუშევრის დასრულებას მადამ მუატესიეს ფეხმძიმობამ და მამის გარდაცვალებამაც შეუშალა ხელი. წინასურათის დაუმთავრებლად მხატვარმა ქალბატონის ახალ პორტრეტზე დაიწყო მუშაობა, რომელიც 1851 წელს დეკემბერში დაასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდა ძველ ნამუშევარს. ის თუ როგორ გამოსახავს ენგრი ქალბატონს, ჰერკულანუმში აღმოჩენილ კედლის მხატვრობის ერთ-ერთ მეტად საინტერესო ნიმუშს გვახსენებს, რომელიც მხატვარმა 1814 წელს ნეაპოლის მუზეუმში იხილა. ტილოს თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მხატვარი ქალბატონის პროფილის უკეთ დასანახად მის ანარეკლს სარკეში არასწორი კუთხით გვიჩვენებს. ნამუშევარი ამჟამად ლონდონის ეროვნულ გალერეაშია დაცული.